პრობლემა თუ შეიძლება დავარქვათ პრობლემა, მდგომარეობს იმაში, რომ მიუღებლობა გვაქვს იმის მიმართ, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ, ამას ვერ ვიღებთ, რომ არ ვაღიარებთ. რომ პრობლემა არის ის, რომ ვერ ვღებულობ სხვა ადამიანების გინდ აზრს და გინდ მოქმედებას. თან მარტივია ძალიან, გონცა. ამაზე მარტივი არაფერი არ არის. უბრალოდ ამის აღიარება არის საჭირო, რომ არა მაქვს ძალა, რომ ვაღიარო, რომ მიუღებლობა მაქვს სხვა ადამიანის აზრის და მოქმედების. ეს სიტყვებად რჩება. ამას, რამდენი წლისაც ვარ, იმდენი წელია მესმის, რომ მიიღე სხვა ადამიანი ისეთი როგორიც ხარ. პატივი ეცი სხვა ადამიანის აზრს ან მოქმედებას. ამაზე რატო კეთდება აქცენტები? იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ამის გაკეთება. იმიტომ რომ ასეა მოწყობილი. ასეთი რო არ იყოს ადამიანის ბუნება, მაშინ, ბუდამ რაც ილაპარაკა, იესომ რაც ილაპარაკა, საკმარისი იქნებოდა და იმ ლაპარაკის მერე ყველაფერი დაალაგდებოდა. მაგრამ დააკვირდი, მათ უბრალოდ ილაპარაკეს და ილაპარაკეს არა გამოსავლის გზები, არამედ ილაპარაკეს რა ხდება. რა ხდება აი კაცობრიობაში, აი დედამიწაზე რა ხდება, ის ილაპარაკეს. ამიტომ ის კარგად უნდა გავიაზროთ, რომ სანამ ადამიანი ვარ და სანამ სხეულში ვიმყოფები, მანამდე ეს ყველაფერი, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობ, ის არსებობს და იარსებებს.